ესპანეთში ამდენ 1000-იანი მიგრანტების შეჭრის შესახებ. ეხლა დამატებითი ინფორმაცია. მასობრივი მიგრაცია შენიღბულია ეტაპობრივი მოსახლეობის ეტაპობრივი ჩანაცვლებით ახალი კლონირებული ხალხითო. გესმით რაზეა საუბარი? მასობრივი მიგრაცია შენიღბავს მოსახლეობის თანდათანობით ჩანაცვლებას ახალი კლონირებული ადამიანებით. შესაძლოა ასე გამოიყურება სიმულაციური პოპულაციის ახალი ადამიანებით თანდათანობითი ჩანაცვლება. ახალ ამბებს უყურებთ, არ გაგიკვირდებათ, რომ ყველა მიგრანტი არ გაგიკვირდათ, რომ ყველა მიგრანტი ახალგაზრდა, ენერგიული, სპორტული აღნაგობის მამაკაცია. სრულიად შესაძლებელია, რომ მასობრივი მიგრაცია უკვე გარკვეული ხანია შენიღბულია, როგორც მოსახლეობის თანდათანობითი ჩანაცვლება ახალი კოლონირებული ადამიანებით. მე ამ თვალსაზრისით არ ვამტკიცებ, არსებობს თუ არა სხვა ვარიანტები. ჩვენ ეს დედამიწის D1, D2, D3 ვერსიებში უნდა გავანაწილოთ. ეს ვერსია უნდა გავანაწილოთ ამ ჩვენს რეალობაში, იმიტომ რომ ეს რეალობა როგორც გეუბნებით ხოლმე პარადოქსის კანონი როგორ მოქმედებს, კი არას პრინციპით, ანუ ეს ყველაფერი თან მართალია და მუშაობს, თან არ მუშაობს რა. ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენი დედამიწის პარკის განახლება თურმე ხდება ესე და ჩვენი მე-18 საუკუნიდან დაწყებული მოსახლეობის ჩატვირთვა მომხდარა ესე. ანუ ეტაპობრივად ჩატვირთეს სხვადასხვა ქვეყნებში მოსახლეობები. უბრალოდ ჩვენ ახლა ეს ტექნიკური საკითხები, რომ მათ გონებაში ხა თქვა ეს კოლონირებული ხალხია თუ ადამიანების ინკუბატორებში გამოყვანილი ხალხია, როგორ არის ეს ჩვენ არ ვიცით და არ ვიცით რამდენად როგორ ხდება ეს თქვა ფილმებში როგორც გვაჩვენებენ შესაძლებელია ეგრე ხდება, რომ შემოდის ახალგაზრდა სპორტული აღნაგობის მამაკაცები და ვინც ქალები ზოგან კაცები შემოდიან და მათ გონებაში უკვე შესაძლებელია ჩატვირთული იყოს უკვე გარკვეული მახსიერება რა, ანუ წარსული მის შესახებ. სინამდვილეში ამათ წარსული შესაძლებელია ვაფშე არ ქონდეთ და უბრალოდ ჩატვირთული ქონდეთ გონებაში, რომ მათ რაღაცა წარსული ქონდათ და სადღაც დაიბადნენ. სინამდვილეში არსად არ დაბადებულან. ხვდებით რაზეა საუბარი? ეს მიგრანტების ეს შემოჭრის ამბავი, კიდევ ერთხელ ვიძახი, თან არის ესე, თან არ არის ესე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ მაგალითზე დავინახოთ, როგორ მოხდა ბოლო 2 საუკუნეში ხალხის ჩატვირთვა, განსაკუთრებით ჩინეთში და იაპონიაში ბოლო 1 საუკუნის წინ მოხდა ჩატვირთვა, ზოგი 50 წლის წინ, ნაწილობრივ შემოიყვანეს ეს ხალხი და მაგალითად ჩრდილოეთ კორეა რო არ არსებობს, სხვადასხვა სიუჟეტები შემხვდა მე კიდევ ერთხელ და დაჟე 2000-იანის ამოგეთ ეს ჩრდილოეთ კორეაში ხალხი რაც არის, ეგეც შეყვანილი არის 15-20 წლის წინ რა ვაფშე ჩრდილოეთ კორეაში საერთოდ რა ხდება, სახელმწიფო არ არსებობს, მაგრამ საერთოდ იქ რა ხდება კაცმა არ იცის, მაგრამ ჩრდილოეთ კორეა არის მაგალითი იმის, თუ როგორ ჩაიტვირთვა ხალხი ყველაზე ბოლოს. ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ჩატვირთვა მად მოხდა და კუნძულებზეც და ისეთი რა შუა ოკეანეებში და ინდონეზიებში და რაღაც ისეთ მიუვალ ადგილებშიც მასე ჩაიტვირთვა ხალხი რა. ესე შეყარეს და ჩაიტვირთვა. უბრალოდ ჩვენ დეტალებში ხა ზუსტად ვერ დავამტკიცებთ, ამათ მეხსიერებაში წარსულის ცოდნა აქვთ, არა აქვთ და ასე შემდგომ. იმიტომ რომ ჩვენთანაც ნაწილობრივ ეს ანუ ერთგვაროვანი არ არის ჩვენ სამყარო რა, არის მულტივერსებია ჩათვალეთ და ყოველას თავის რეალობა აქვს და მაგალითად ეხლა მე ვისაუბრებ ჩვენ მაგალითად შენ კონკრეტულად არ დაბადებულ ხარ, მაგრამ დედაშენ ზუსტად ახსოვს როგორ გაგაჩინა შენ. ანუ ეს ორი რეალობა ერთმანეთში არ ჯდება, მაგრამ თან არსებობს, თან არ არსებობს. ძალიან რთულია რა.